მოგესალმებით, ეთერში ანა ჩიკოვანის პოდკასტი საპროტესტო სერია. დღეს ჩემი სტუმარი იქნება მოაზროვნე, ეგრეთ წოდებული, როგორც ვეძახით ხოლმე, რასაც როდის. ცნობილი თამაშების მოაზროვნე ზურა ფარჯიანი და დიპლომატი პროფესიით. პირველ რიგში ზურა დიდი მადლობა. მადლობა შენ. სტუმრობისთვის. ამ ბოლო დროს ესე შევცვალე ფორმატი, რომ მათ შორის სოციალურ მედიაში აქტიური ადამიანები, რომლებიც საინტერესოა ხოლმე აუდიტორიისთვის, თვითონვე მთხოვენ ხოლმე ჩვენი ამორჩევლები და მხარდამჭერები, რომ იქნებეს ადამიანი იყოს თქვენი სტუმარი დღეს და ასე შემდეგ. ხო და მოკლედ ესე აღმოჩნდი დღეს ჩემთან, ჩემთვისაც საინტერესო იყო, იმიტომ რომ აქტიურად გადავნებ თვალს და ისეთი ადამიანებისგან მომისმენია ის, რომ ძალიან საჭირო პოსტებს წერ, რომლებიც მანამდე იდეაში არ იყვნენ აქტიურად ჩართულები რაღაცა ამ პოლიტიკურ პროცესების მონიტორინგში, ასე ვთქვათ, და ეს კარგია, იმიტომ რომ იქნებ ცოტა უფრო სხვა ტიპის სეგმენტზეც გავიდეთ რაღაც თვალსაზრისით და ისინიც დავაინტერესოთ მიმდინარე ამბებით, იმიტომ რომ სხვანაირად ეს რაღაცა რაოდენობა თუ არ გაიზარდა ხალხის, ცოტა უფრო გართულდება ეს პროცესი, რომელშიც დღეს ვართ ჩვენ, რაც არ არის მარტივი ამბავი. მადლობა პირველ რიგში, რა თემითაც მინდა დავიწყოთ საუბარი, იქიდან გამომდინარე რა პროცესშიც ვართ დღეს ჩვენ, არის თემა, ასეთი თემა, რომ ხშირად ხდება ამ თემის აპელირება, რომ ოპოზიციაში საჭირო არის ახალი პოლიტიკური ძალების შემოსვლა, მათ შორის ეს რაღაც დაიტოვეს ჯგუფში და ასე შემდეგ, ხშირად მიდის იმის აქტუალიზება, რომ აი ჩვენვე უნდა გავაკეთოთ დღეს რაღაც პოლიტიკური პარტია და ხალხო დარეგისტრირდით და ასე შემდეგ, ასეთი ტიპის მოწოდებები, რაც თითქოს აჩენს ერთგვარი ილუზიას ადამიანებში, რომ თითქოს ეს არის თავარი პრობლემა, რომ არ გვაქვს ახალი პოლიტიკური ძალა, პოლიტიკოსებს არ ენდობიან და ასე შემდეგ. შენ როგორ ფიქრობ ამ თემით რომ დავიწყოთ, რამდენად არის ეს თავარი პრობლემა? ჩემთვის არ არის, ბევრი მიზეზის გამო და შენი პოზიციაც რო გითხრა, იმიტომ რომ ამაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი პოსტი გქონდა დაწერილი. 2 კილომეტრიანი პოსტი მქონდა მაგალითად Facebook-ზე, ხო, ვიცი თავად დავიღალე მაგ პოსტის გადაკითხვით მე. გასაგებია რა ეს მეკითხები. მოკლედ ეგ პრობლემა რა, ტახტი ორი კუთხით რო შევხედოთ რა, ერთი კუთხით რო შევხედოთ პოლიტიკოსების მხრიდან და მეორე კუთხით შევხედოთ როგორც აი მოთხოვნა რა, მოსახლეობის. ხო, არსებობს რაღაც მოთხოვნა და არსებობს რაღაც მიწოდება. საბოლოო ჯამში პოლიტიკაც პრინციპში ეგაა მოთხოვნა, მიწოდება, ბაზარი რაღაცნაირად ამას არეგულირებს რა. და სხვა შორის მე შეიძლება იმას არ ვემხრობოდე, რომ რაღაც ბაზარი ყველაფერს და არეგულირებს, ამას არანაირად არ ვემხრობ, მაგრამ პოლიტიკას მეტნაკლებად ხშირ შემთხვევაში მართლა ესაა რა ანტიკური ეპოქიდან დაწყებული, რავი, დღეს რაღაც დემოკრატებით და რესპუბლიკელებით დამთავრებული პოლიტიკოსიც პრინციპში მოსახლეობას აწვდი რაღაც პროდუქტს რა, ეს პროდუქტი არის იდეები და ნუ საქართველოს რეალობა რა ვიყოთ, ახლა მე ვერ ვიტყვი რომ აქ იდეებს შორის ჭიდილი მიდის რა, ქართულ ოცნებას არანაირი იდეა არ აქვს რა, ნუ ესპანეთში და იმაში იტალიაში წყალი ჭირს და კასპიის პირველი პრობლემა რო არის რომ აი ჭიჭიკოს და ბიჭიკოს დაქორწინება, ეს არ არის იდეა რა, ეს არის რაღაც სისულელე, რომელსაც რავი მოდით აღიაროთ რომ 2012 წლიდანაც არ ქონდა ეს იდეები. მაგას შევეშვათ რა, იქ რა სიტუაციაც იყო, ხო და იმ სიტუაციაზე როგორც მოვიდა ქართული ოცნება რა, მაინც იდეა ის მაინც იყო რომ რაღაცას ებრძოდნენ, ხო რაღაც. სამართლიანობს აღდგენა. ხო, სამართლიანობს აღდგენა, კი ბატონო, თუნდაც. მაგრამ მოდი ახლა მათ ვეცდები რომ უბრალოდ როგორ გითხრა, ძნელია ხა ის ძალიან თანამდებობ დაალგება წერის დროს გასცევთ რომ მიაღწია რა, მეტი დრო მაქვს ამაზე რომ ვიფიქრო და ასე შემდეგ რა, საუბარი მაინც არ გაძლევს იმ ხალხ დროს რა. შესაბამისად, ანუ აი რომ ვილაპარაკოთ აი ახალი ძალები, ხო კი ბატონო, გენიალურია, ძალიან კარგია, გაუმარჯოს ყოველივე კარგს. ხო, აი რუსული გამოთქმა, всё хорошее против всего плохого რა, გაუმარჯოს ყველაფერ კარგს და ყველაფერი ცუდის, ნავ დედაცვათი. დავუშვათ. მაგრამ აი როგორ ქმნი ამ ახალ პოლიტიკურ ჯერ იმას საერთოდ შევეშვათ ამ ეტაპზე რომ უამრავი პოლიტიკური პარტია, მაგრამ ბევრი პოლიტიკური პარტია, პრაქტიკულად ყველა იდეოლოგია შკალა რო აიღო იდეოლოგიების, ანუ ლიბერტარიანულიდან დაწყებული რაღაც ძალიან კაცრი კონსერვატიზმით დამთავრებული ყველანაირი პარტიები არსებობს. ხო და ანუ არსებობს კიდე ქართული ოცნება, რომელიც არის ერთი დიდი პოპულისტური პარტია, ანუ დღეს დავუშვათ აი მაგიდაზე იტყვიან რომ ეს არის აი შავი, ამას აი თელი მონდომებით დაგიწყებენ მტკიცებას რომ ეს მაგიდა შავია, მე მეორე დღეს იგივე მაგიდაზე
გეტყვიან რომ ეს მაგიდა ყოველთვის თეთრი იყო და ჩვენ ერთი წამით არ გვითქვამს რომ ეს შავია და აი ეს პოპულისტურ ძალიან უტიფარ ძალას აქვს ძალიან დიდი ფული და აკონტროლებს სახელმწიფოს ხო და ამ დროს ახლა შენ ისაც გაქვს პრინციპში ყველანაირი სახის პოლიტიკური პარტია და ნუ კიდე ამობ რომ მოდი კიდე რაღაცა უნდა ვცადოთ რა ახალი ველოსიპედი გვინდა რა აი ეს ყველა ველოსიპედი გაფუჭდა და ახალი გვინდა გასაგებია ეს ახალი შეიძლება გინდოდეს რატომ რომ დავუშვათ პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურ პარტიას რაღაცას აყვედრიან ხო ზოგს 12 წელს აძახებენ ზოგს 6 წელს ზოგს რას ხო არ არსებობს პოლიტიკური პარტიის ლიდერი რომელსაც რაღაცას არ აძახებენ წარსულში და ნუ წარსული ყველას აქვს რა და მაშინ გამოდის რომ მთელი ეს პოლიტიკური კლასი უნდა გვერდზე გადავიდეს მათ შორის არსებობენ პოლიტიკოსები რომლებიც აი ხა დავუშვათ ავიღოთ ეს 4 პარტია რომ პარტია არა ერთია პარტია გახარია საქართველოს არის პარტია დანარჩენი 3 კოალიციის სახით არიან 4 პოლიტიკური ძალა რო ავიღოთ რა რომელმაც ამ ქოცესკოს მონაცემებითაც გადალახა არჩევნები ხო ყველა აღიარებთ ჩვენ თანხმობა რაში გვაქვს რომ ჩვენ ამბობთ რომ არჩევნები გაყალბდა ხო თორე 5% რომ ამ ძალებმა და მათ შორის ოცნებამაც გადალახა ამაზე არავინ დაობს რა დავუშვათ ეს 4 პოლიტიკური ძალა რო ავიღოთ ამათი კრიტიკოსებიც კი ოპოზიციის მხრიდან რომლებიც იძახიან რაღაც უნდა განახლდეს ახალი სახეები და შენ რეალურად ძველი სახეები არიან მაშინ თავადაც უნდა გადავიდნენ უკან კეთილი ინებონ თანმიმდევრული უნდა იყვნენ რა ანუ მე თუ ვამბობ დავუშვათ რომ ეს თეთრია ხო ხვალ არ უნდა ვთქვა რომ ეს შავია მე ამაში თანმიმდევრული უნდა ვიყო ამ პოლიტიკური ძალების ამ ოპოზიციური პოლიტიკური ძალების ლიდერები ძალიან ძველები არიან რა ძალიან ძველები ჯერ კიდე ნაცმოს დროიდანაც მოდიან რა ზოგიერთი მოკავშირის დროსაც პოლიტიკაში იყო და მაშინ თავადაც გვერდზე უნდა გადგნენ და უკან უნდა გადავიდნენ ხო მაგრამ ამას რატომღაც არ აკეთებენ და დაუშვათ ვიღაც მოუწოდებენ რომ აი შენ უნდა წახვიდე პოლიტიკიდან და აი მე უნდა მოვიდე რა ლოგიკით უნდა მოხვიდე მაგრამ შენ არანაირად არც ახალი სახე არ გაქვს და სახე არ ახლა და არც რაღაც ახალს არაფერს არ თავაზობ რეალურად სამწუხაროდ რა არის ჩემ Facebook პოსტებიც ვაიღოთ მე რასაც ვამბობ და შემდეგ ბანალური ჭეშმარიტების მტკიცება გიწევს. ანუ ეს პოლიტიკური პარტიებს, ეს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებს ახალს კერფს გეუბნებიან. უბრალოდ 2+2 არის 4 და ჩვენ ტაში უნდა დავუკრათ. იმიტომ რომ სამწუხაროდ ხო ძალიან ბევრი ვერ იძახის მაგას, რომ 2+2 არის 4-ან უჭირს ამის რაღაც ქართულად წესიარად ახსნა, მაგრამ დანარჩენი ახალსაც არაფერს არ გთავაზობენ და ანუ თავადვე არიან არათანმიმდევრულები. ეხლა გავაგრძელოთ რა, ან დავუშვათ გინდა ეს პოლიტიკური პარტია ყოველგვარი ძველი სახეების გარეშე დააკომპლექტო ახალი სახეებით. ვის დააკომპლექტებ? იმ ჩემი პოსტის კომენტარებში მაგალითად ერთ-ერთი კომენტარი იყო, რომ აი ჩვენ გვჭირდება საზღვარგარეთ წარმატება მიღწეული ქართველები. რა? მე მყავს 3 მეგობარი, რომლებიც საზღვარგარეთ აქვს წარმატება მიღწეული, 3 არის ასტროფიზიკოსი. რა? პროფესორები არიან ამ ეტაპზე თუ არ არიან ახლოს არიან ასოციირებული პროფესორი შეიძლება სახელდაგვარების დავასახელო მაგრამ ერთ-ერთი არის ლადო სამუშია ხო ძალიან ჭკვიანი და კარგი ადამიანია კანზასის უნივერსიტეტში ასწავლის რაღაც გრანტები აქვს სახელმწიფო ენერგეტიკის დეპარტამენტიდან ანუ წვნიანი ადამიანია ყოველდღე უმციკლო რეპუტაციით ასე შემდეგ სოხუმელი დევნილი ჩემი კლასელია მე-11 სკოლაში ვწავლობთ ერთად რა და ანუ ლადოს არავინ ეკითხება, ანუ უნდა ამ ლადოს ქართულ პოლიტიკაში არ უნდა მონაწილეობა. აი მე მითხარით, ახლა ჩემთვის რა ხეირია ქართულ პოლიტიკაში ამ სახით მონაწილეობა, როგორც მე ვარ. ანუ მე ვიყავი, ასე ვთქვათ, საეთერო დრო და ეს რაღაც პოპულარული მეტნაკლები მქონდა რასადროისიდან. ყველაზე კეთილი და ესეთი კარგი გადაცემაა, რომელიც გაძლევს ხოლმე პოზიტიურ რეიტინგს. ან თუ ვინმე უყურებს და რაღაც კითხვას აიღებ და ბროლის ბუს მოიგებ, ვა რა კარგია, ზურა როგორი ჭკვიანია და თუ ვინმეს არაინტერესებს და მოჩა ნეგატივი ამას არ მოაქვს. პოლიტიკური პოსტი ნებისმიერი Facebook-ზე გააკეთო, TikTok-ზე გააკეთო, სადმე შენც რო გელაპარაკები, ხო, ანუ ყველა ვარიანტში თუ კი 10-დან თქვა 8 ადამიანს მოსწონს. ყველა ვარიანტში აუდიტორია. ყველა ვარიანტში 2 ადამიანი მაინც გამოჩნდება, რომელიც იტყვის, რომ აუ ეს ვინ ყოფილა, მე რა მეგონა ეს, აი უკვე შენ იყოფი რა, ანუ არაფერში არ მჭირდება რეალურად მე, ესე ძალიან ეგოისტურად რომ მივდგენ, მე ზურაფარჯიანს, ეს არაფერში მჭირდება, რა. ანუ სხვა პოპულარობა მირჩევნია გაცილებით, რა მირჩევნია ესე მერჩივნაა მოდი ესე ვთქვა რა, ეხა უკვე
წელიწადზე მეტია, ამით თქო დაკავებული ვარ და უკვე ვეღარ გაიქცევი იმასაც ეს დაჟინებით აკეთებამდე თუნდაც პოლიტიკურ განცხადებას. ხო, მე 24 წლის მაისიდან ვარ ესე აქტიური, მაგრამ იმდან ინტენსიურად აქტიური ვარ ამ მიმართულებით, რომ ეხა უკვე იმას ვეღარ დავუბრუნდები რა, წარსულს. მაგრამ ფაქტია, რომ ესეთი რაღაცა დიდად შეიძლება ჩემს კარგ კომფორტული იყოს და არც არაფერი ესეთი პრაქტიკული სარგებელი არ ქონდეს და ანუ ეხა უკვე ლადოს რა სჭირდება ეს? რა სჭირდება ეს ყველაფერი ადამიანს, რომელიც არის ამერიკაში, არის წარმატებული, ეხლა უნდა დაბრუნდეს ამ საგიჟეთში და რავი, ხვალ თან ოპოზიციონერი პოლიტიკის ცხოვრება კიდე რა არის? დაჭერა, ცემა, რაღაც ტიპუშკების დასევა, რეპრესიები და ამ ანუ რა სჭირდება მას არავინ არ ეკითხება რა, ანუ ჩვენ დაწერენ ხა ჩემთან კომენტარს, რომ აი ჩვენ ეს გვინდა, კი თქვენ გინდათ, გასაგებია, მას უნდა თუ არა რატო არ გითხო. ანუ ერთია კიდე ეგეთი რომ აი უფრო მეტი რასადროდისელი გვინდა რა, აი ოკეი შენ გინდა, მაგრამ იმას რატო არ ეკითხები? ხო, ან რასად როდისელები რო ავიღოთ, ჯერ და პანაცეა არც რასად როდისელია და რავი, არც არაფერი, არა, არ არის რეალურად პანაცეა რა, მაგრამ ისევ და ისევ იმას არ ეკითხები უნდა თუ არა? ან თქვენი არეთ ვინმე ხელს უშლის რომელიმე რასად როდისელს რო გაცილებით აქტიური იყოს? არა. არანაირად, მაგრამ არ უნდათ, ხო? შესაბამისად ძალიან ძნელი ადამიანი მოიყვანო პოლიტიკაში და ამიტომ ქართულ პოლიტიკაში ძგავ პოლიტიკოსების ის ხარისხი, რაც გაქვს. რა? ძალიან ხელოვნურად ვერ ზრდი. რა? შენ ვერ წამოიყვანო ვიღაცას რაღაცა შვედეთის სამეფო აკადემიიდან და ვერ დასვა მაგ. იმიტომ რა გამალავენ ამის სურვილიც უნდა კონდეს. რა? ხო, მეც 24 წლის მაისში გავაქტიური, მანამდე ხო არ ვერეოდი. იმიტომ წინულად ვაცნობიერებ იმ ყველაფერ ნეგატივს, რაც ამას მოყვება. ხო, სინამდვილეში ის ფონი რაც გვაქვს, ეგ არის მთავარი პრობლემა, რომ რატომ არ უნდათ მოსვლა, ის ზუსტად რას ახსენე, რეპრესიები, დაჭერა, ფიზიკური ძალადობა და ასე შემდეგ. ხო, ანუ მეც ვიდა მე მაგ პირადულ მიზეზად დავინახე რუსულ კანონში ის, რასაც აპირებდნენ, ანუ რომ აპირებენ უბრალოდ რაღაცა დიქტატურა ქონდეთ, რაღაცა შუაზიური ტიპის და რავი თავად იყონ კარგად და ქვეყანა სულ ფეხებზე კიდიათ და ნუ გაკი ეგ დავინახე, გადავწყვეტა რომ თუნდაც მამაჩემის წინაშე მქონდა რაღაცა ვალი, რომელიც გარკვეულწილად მამაჩემის უნდა დამებრუნებინა, მორჩა გათავდა. ხო? იმ ადამიანის სახელი არის იგივე გმირთა მოედანზე ამოტვიფრული. რა? და შესაბამისად ანუ ეგეთი მომენტიც ამდენს აქვს. ახლა და ვერავის ვერ მოსთხოვ რა, ვერავის ვერ მოსთხოვ რომ აი მოდი შენ ეს არაკეთო და ეს აკეთე. და პლუს შეიძლება არც გამოვიდეს ამის კეთება რა, კიდე დავუშვათ ერთი პრობლემაა რომ აი მოიდომა, ჩამოვიდა. ბრახ აღმოჩნდა რომ რავი ვერ საუბრობს ისე როგორც შენ გინდა, წყნარი ფიზიკოსია, გენიალური მიკრობიოლოგია, მაგრამ რავი ხა ვერ საუბრობს, რას უშვები? შეიძლება საუბარში აჯობოს, ლადო ხინჩიკაშვილი ვერავის არ აჯობოს საუბარში, მაგრამ ანუ აი ნებისმიერ ხომ შეიძლება. ხო, თუ ივარჯიშებ შეიძლება ნებისმიერ ხომ აჯობოს. ხო და ანუ მაგას გეუბნებით რა, ეგეც ხომ ნიშნავენია სურვილთან ერთად პოლიტიკოსად ყველა მე რამდენიმე დღის წინ ზუსტად მაგ თემაზე ვსაუბრობდი მეგობართან და პაატა ბურჭულაძე იყო აქციაზე და რომ დავინახე მეგობარს უყვებოდი ჩემს ემოციებზე რომ რამდენიმე წლის წინ სადაც ფხან ბურჭულაძე პოლიტიკაში მოვიდოდა და იყო ჩემთვის უსაყვარლესი ხელოვანი ანუ ძალიან ამაყო გიждდებოდი როგორც მათ შორის იმიტომ რომ ოპერაც მიყვარს და ანუ რომ სხვა დროს მე ვეუბნებოდი მეგობარს სხვა დროს ესე ახლოს რომ დავინახა პაატა ბურჭულაძე შეიძლება გადავრეულიყავი სიხარულით მეთქი რა და იმდენად და ქართულ პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ მილიონი ანუ ის რომ კარგი ხელოვანი ხარ, ძალიან მაგარი პროფესიონალი ხარ მუსიკაში და ამ შემდეგ არ ნიშნავს რომ ასევე წარმატებულ პოლიტიკოსად გაქცევს ეს ხო? ახლა რაზეც შესაუბრი შენ და ბევრი შეცდომის დაშვების შემდეგ პაატა ბურჭულაძე ბევრისთვის რაღაცნაირად არასანდო გახდა. ანუ შეიძლება ამას თავის მიზნები ქონდა, შეიძლება არც ქონდა, მაგრამ იმის თქმა მინდა რომ ადამიანების თვალში ბევრ რაღაცას უკარგავს ფასს და ანუ ბევრი ადამიანისთვის შეიძლება აღარც არის ისეთი მისაღები რა. მე 100% პოზიტიური პერსონაჟი ვიყავი ყოველთვის, რასაც რო თამაშობდი, მაგრამ ეხლა ვიღაც ვინც არის რაღაც პროპაგანდის ქვეშ, ოცნების რაც მომხრე შეიძლება იყოს და შეიძლება არ მოიწონოს რომ მე ოცნებას ვაკრიტიკებ და მორჩა. რა? და პლუს კიდე ხო ერთი ფაქტორია რა, ცოტა უკანო წავიდეთ ისტორიაში, ხუსკივადასთან თუ არ ვსწრებით, გვარი თუ არ მეშლება ვაჭართან წააგო აკაკი წერეთელმა არჩევნები. კი, ეს ამ ცნობილი ამბავია რომ ადგა ტიპა უბრალოდ ღვინო და არიგა არჩევნების დღეს რა რაც დღესში რა ხდება ჩვენ ეგეცა
ხო და კიდე სხვა კიდე ძალიან ბევრი მომენტია იგივე თუნდაც ის პარტიები რომლებიც დღეს არსებობენ რა როგორი მოსაწონი არ მოსაწონი ვიღაცის უნდა იყოს ყველას რაღაც ნიშა აქვს დაკავებული ყველას რაღაც თავისი ამორჩეველი აქვს და მე რო ხა ახალი ოპოზიციური პარტია დავაარსო ანუ აი მიზანი რა უნდა იყოს ჩემი მიზანი თუ უნდა იყოს ის რომ მე რაღაც ეს პოლიტიკით ფული ვიშოვო და რაღაც თვეში დავუშვათ რავი 20,000-ზე თუ 100,000-ზე ავიდე ამას ალბათ მივაღწევ რა პირველ ხანებში მაინც ხო მაგრამ თუ მიზანია რომ რაღაც რეჟიმი დავამარცხო ქვეყანა უკეთესობისკენ წავიყვანო და ამ შემდეგ ეს ოპოზიციური პარტია ანუ რა ხმებს მოიზიდავს აი შეიძლება მოახდინოს უბრალოდ სხვა ოპოზიციური ხმების კანიბალიზმი ან სხვა ოპოზიციურ პარტიებს რაღაცებს წავართვევ ავალ სადღაც 2-3 დავუშვათ 5%-ამდე 20%-ამდეც რო ახვიდე რა ადიხარ და მე რა ანუ შენ მიზანი რა არის შენი რას უნდა მიაღწიო რა კიდე არის დაუშვათ ეგ ძალიან პოპულარული იდეა რომ ჩვენ გინდა თუ არა ოცნებას უნდა მოვგოთ 75-25 წინააღმდეგ პროცენტით და ასე შემდეგ რა და ისე და ეს 75-25-ზე რომ მოვიგებთ და ოცნებამ რო თქვას რომ მე რო არ ვაპირებ წასვლას მე რას ვაკეთებ იგივე სიტუაციაში მოვიდეთ ან საიდან გვაქვს გარანტია რომ მაგ რიცხვებს დაწერს საერთოდ მაგას გეუბნებთ ის გარანტია საიდან მოდის რომ ეს რიცხვები დაიწერება 2021 წელს თუ არ ვწდები ჩატარდა სირიაში საპრეზიდენტო არჩევნები სადაც 91% მოიგო ბაშარ ალ-ასადმა რა 71 წლიდან 2024 წლამდე სირიის სათავეში იყვნენ ალავიტები წარმოადგენენ რაღაცა მოშიიტო რელიგიურ უმცირესობას სირიაში და არიან მოსახლეობის 10%. მოსახლეობის 10% რეალურად მართავდა სირიას ქვეყანას 50 წლის განმავლობაში რა და დარდებოდა იქ არჩევნები ჩვენებად უბრალოდ თელი რეპრესიული და ძალადობრივი აპარატი იყო მათ ხელში და სანამ მთლიან ქვეყანა არ ჩამოშალეს და თავზე არ დაემხოთ სირია მანამდე არ გაჩერდნენ რა ანუ ჩვენ პირველ რიგშიც უნდა ქნათ რა ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას რომ აი ეს პირობები შეიცვალოს რა ანუ ცესკო რას აკეთებს ვერ აკეთებდეს სასამართლოს კონდეს რაღაც უფრო მეტი ბერკეტი აი სასამართლო საერთოდ წარმოუდგენელ რაღაც ინსტრუმენტად იქცა რამე სასამართლო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ინსტრუმენტი დარჩა დღეს ხო და ანუ აქედან გამომდინარე ხა კიდე მე დავუშვათ რაღაც პარტია შევქმნა და მოდი დავცხოთ ოპოზიციას და რაღაც ცეცხლი ოპოზიციას რას მომიტანს ან შედეგი რა მოაქვს ჩემი ქვეყნის შეიძლება ჩემთვის მოიტანოს რაღაც ისე პლუსები ხანმო ისიც რა. ხო, მე რა პრობლემა მაქვს ამ იდეასთან გეტყვიან, რომ თავისთავად იმაში ვერაფერს ვერ ხედავ და ეს შენც აღნიშნე, რომ არაფერი ცუდი არ არის იმაში თუ ახალი ხალხი გამოჩნდება, ახალი ძალები გამოჩნდება, თუ კი გამოჩნდება, ხო? თავისთავად და მათ შორის არაპოლიტიკური წარსული დამზიმებული და შემდეგ იდეალური სცენარია, მაგრამ რა პრობლემაც მაქვს ამ იდეასთან და ამ იდეების გამჟღავნებასთან არის ის, რომ მაშინ როგორ ვაფასებთ სასტარტო სიტუაციას. ეხა სტატუს ქვოს როგორ ვაფასებთ? ვამბობთ თუ არა, რომ ეს არის რუსეთის აბსოლუტურად რუსეთის გავლენის ქვეშ მქონე ხელისუფლების მიერ მართული სიტუაცია. ვამბობთ თუ არა, რომ კი დიქტატურისკენ მივდივართ, თუ ამას ვაღიარებთ და ვამბობთ, ანუ თეთრზე ვამბობთ, რომ თეთრია, მაშინ რანაირად გვაქვს იმის გარანტიას აღარც ვიტყვენ. არანაირად გვაქვს იმის ილუზია, რომ თუნდაც ის 75% რაც შენი საუბრე წერან, შესაძლებელია რომ დაწეროს. ან თუ ამბობთ, რომ რა რიცხვებსაც უნდა იმას დაწერს ქართული ოცნება ამ ცესკოს პირობებში და ამ პირობებში და თუ ამ მოცემულობას აღიარებთ, მაშინ რა აზრი აქვს საერთოდ ამ ახალ ძალებზე საუბრს, ხო? ხო, ანუ ეგ არის მთავარი და მაგ შემთხვევაში რაღაცა მაგაზე ვერ ვიღებ ხოლმე შესაბამის პასუხს. მე იმას ის მოყვება შემდეგ გაგრძელებად რომ ეს რო რაღაც ახალმა ძალებმა უფრო მეტად დააინტერესონ ახალი ადამიანები, რომლებსაც დავუშვათ დღეს მაინც კოცების ჯერათ, იქნება ამ ხალხმა უფრო მოახერხოს. ამაზე რას ფიქრობ? ეგ არის, ხო, ან კიდე რაღაც სხვა მომენტზეც მინდა ყურადღების შეჩერება კერძოდ იმაზე, რომ ეს დღევანდელ ოპოზიციას რა პრობლემები აქვს და ნუ რატომ მათთვისაც შეიძლება მიუღებელი იყოს ახლა არავის არ უნდა კონკურენტი და ახალი პარტია, მაგრამ მოდი იქიდან დავიწყებ, რაც შენ თქვი. ანუ საიდან გვაქვს წმენა, რომ ეს ახალი პარტია, აი კოცების ესეთ მყარ ამომრჩეველს შეიძლება წარმოიყვანოს და გადაიბერებს. ჯერ ვინ არის ეს მყარი ამომრჩეველი, ხო? ანუ ეს არის ყველანაირად დამოუკიდებელი ხალხი, რომელსაც
გარკვეული მიზეზების გამო უღირს. მოდი ესე ვთქვათ რა, ყოველგვარი რაღაცის რიტორიკა რომ აი მე სამშობლოს ყიდიან და ასე შემდეგ არ მინდა ეხლა რაღაც სირცხვილის ტელეფონში გავატარო ვიღაც. ანუ ეს ამ ხალხს ამ ეტაპზე თავისი ხმის 50 და 100 ლარად გაყიდვა უღირს. რას უშვები ამ ხალხს? ანუ თუ ეს ხალხი 50-100 ლარითაა მოსყიდული, მაშინ მოსყიდული უნდა გამოისყიდო და დაშინებული, რავი, მეტად თუ დააშინებ, თორე ადამიანს თუ ეშინია, იმას შის ვერ გაუქრობ რა. ანუ საიდან მოდის რწმენა იმისა, რომ ახალი პარტია ამ ხალხიდან წამოიღებს ხმებს და არა დაუშვათ წარქმევს ხმებს ერთ გირდს, მეორე გირდს, იქ რავი, ნებისმიერ სხვა პარტიასავი გახარიას ახალს კოალიციას ლეილოს და ასე შემდეგ ნაცმოს. ანუ საიდან მოდის რწმენა, რომ მაინც იქიდან წამოიღებს ხმებს. ხო? ერთი რაც შეიძლება იყოს, ну აი მაქსიმუმ ეს არის ის ამორჩევი, რომელიც ახლა დავუშვათ 16, 17, 15 წლის, რომელიც მომდევნო არჩევნებზე მივა საარჩევნო ურნებთან, მაგრამ ჯერ კიდევ უნდა მიიყვანო ეს ადამიანი საარჩევნო ურნებთან და პლუს ამ არჩევნებს აზრი უნდა დაუბრუნო რა, იმიტომ რომ ეხლა მალე მოდის თვითმმართველობის არჩევნები და საერთოდ ვერ ხვდები, ანუ ამ თვითმმართველობის არჩევნებზე ის ოპოზიციაც კი, რომელიც თქვათ ამ ოპოზიციას გამარტავ ისევ ამ 4 პარტიას თუ პოლიტიკურ ძალას უპირისპირდება, რომ თქვენ ნაირები ხართ და ჩვენ ნაირიანები ვართ, ისინიც თუ გადიან ამ თვითმმართველობის არჩევნებზე, ანუ პირდაპირიანი იდი აღიარება გამოდის, რომ ყველაფერი ოკეია, ამ ქვეყანაში ყველაფერი ნორმალურია, ცესკოს არჩევნები ნორმალურად ტარდება, აბა რა როგორ გადიხარ? მისთვის გადიხარ თვითმმართველობის არჩევნებზე, რომ საბიუჯეტო დაფინანსება მიიღო და თვეში რამდენიმე 1000 ლარი გქონდეს, თუ იმისთვის გადიხარ, რომ მოიგო, ხო? თუ მოსაგებად გადიხარ, ესე ყველაფერი ნორმალურადაა, ესე იგი მოგება რეალურია ამ ქვეყანაში. რა, ისევ 75 და 25%-ს უბრუნდებით, რა. ეხლა რა შეიძლება პოლიტიკურ პარტიებს, ისე რო არ გამოვიდეს, რომ მარტო ერთი კუთხიდან უყურება ამას. ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია, რომ არავის კონკურენტის გაჩენა არ უნდა. ხო, ანუ რავი, სახაჭაპურე იქნება და გვერდით სახაჭაპურეს გაუხსნი თუ რაღაც, რავი, კაფე იქნება და გვერდით კაფეს გაუხსნი, იგივე ლოგიკა მოქმედებს ახალ პარტიას. არავის არ უნდა იქ კონკურენტის გაჩენა. ასევე არ უნდათ იმათ, რომლებიც ძალიან ხმააღლა იძახიან, რომ აი ახალი ოპოზიციური ძალა გჭირდება, ამას იძახის დავუშვათ ისეთი როგორ თქვა, არასაპარლამენტო თქვენც ხართ რა, ანუ არა ამ 4-ის წარმომადგენელი ოპოზიციაც იძახის, რომ აი ახალი ისინი გვინდა რა პარტიები. ახალი პარტიები რომ მოვა პირველ რიგში თქვენ დაგართმევენ ხმას, ხო თქვა. მან გავყოთ ამ კონკურენციის ლოგიკას, რომ არავის არ უნდა ეს ახალი პარტიები. ხო? ამისთვის რა შეუძლიათ თავად გააკეთონ, იმიტომ რომ თუ სიტუაცია ამას მოიტანს, მიუხედავად ზურა და ანა თუ ვინ რა სილაპარაკებს, ახალი პარტია ძალიან ადვილად შეიძლება შეიქმნას რა. არანაირი პრობლემა არაა, რომ შეიქმნას კიდევ ერთი ახალი პარტია, რომელიც, რავი, თუნდაც იმ 5% წამოიღებს ყველა ამ ოპოზიციური პარტიიდან, იმედგაცრუებული ხალხის და ნუ მე 5% თუ 10% შეიძლება რაღაც სხვაში გადაიზარდოს. კი ბატონო. რა, მაგრამ ამ ოპოზიციურ პარტიებმა რაღაც დასკვნები უნდა გამოიტანონ, რა. თავიანთი, ვთქვათ, რავი, წარსულიდან, თუნდაც უახლოეს წარსულიდან და ნუ რა შეიძლება იყოს ეგრეთ დასკვნები. მე პირადად რაც არ მომწონს იმას გავამახვილებ ყურადღებას რა. ერთი რაც არის, ეს არის აი მოლოდინების სწორი მართვა რა. მე ყოველთვის ვაწყდები რა პრობლემას, როდესაც რაღაცა პოლიტიკურ თემებზე საუბრობ რა, თითქოს ვაწყდები, რომ ჩემგან აქვს მოლოდინი, რომ მე რაღაც ძალიან ოპტიმისტური რაღაცები უნდა ვილაპარაკო რა და აი რატომ უნდა ვილაპარაკო ოპტიმისტური? სუფრაზე ვარ და სადაგზე უნდა თქვა თუ რა, ანუ რატო არის მოლოდინი, რომ მაინც და მაინც რაღაც ისეთი უნდა თქვა, რომ აი ხვალ ვიგებთ. დღეს ვიგებთ. ხო, იმიტომ რომ აქ რა პრობლემაა, შეიძლება მოსახლეობის რაღაც ნაწილისთვის ეს მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ მას აი დღეს უნდა ამის გაგება, რომ აი ვიგებთ. მაგრამ აუცილებელი არა უთხრა, რომ აუცილებლად დღეს იგებ, ან ხვალ იგებ. იმიტომ რომ ზეგ ის სიტუაცია, როდესაც ვერ მოიგე, ამ ადამიანსაც და ამასთან სხვა ადამიანსაც გაცილებით პესიმიზმში გადააგდებს, ნიჰილიზმში გადააგდებს. ანუ მოლოდინების სწორად უნდა მართოთ რა. ადამიანს არა აუცილებელი ადამიანს ბრძოლაში მიუძღოდე და თან ეუბნებოდე რა ამ ბრძოლას აუცილებლად 1 საათში მოვიგებ, 1 წუთში მოვიგებ რა. ბოლოს ჩვენი ისტორიის განმავლობაში ყველა დიდი ბრძოლა რო ავიღოთ, დავით აღმაშენებელმა უკან ჩახერგა, ხო, დიდგორიშველი. ანუ იქ რა დიდად ოპტიმისტური სცენარი რო ქონოდა, რავი, უკან რატო ჩახერგავდა.
ხო? ხო და აქედან გამომდინარე, ანუ რაში გვჭირდება ეს ოპტიმიზმი, რომელიც მალევე შეიძლება ნიჰილიზმსა და პესიმიზმში გადაიზარდოს და თან პლუს რა არის, იცით რომ ეს ხო არავის ავიწყდება რა? ანუ შენ სიტყვას უკარგავ რა ფასს რა ყველა ვარიანტში. გაცილებით დიდი ფრუსტრაცია მოაქვს თუ არ გამოდის. გაცილებით დიდი იმედგაცრუება მოაქვს და პლუს მომდევნო იმაზე უკვე გაცილებით ნაკლებს ჯერა შენი სიტყვის რა? ხო? და აქედან გამომდინარე ეს არ არის საჭირო რა. შენ გამოწყობ ბრძოლისთვის მე მოყვები ამ ბრძოლაში რა. არ მჭირდება ტყუილები, ანუ დასრული ვარ, სრულწლოვანი ტიპი ვარ და მწინვალად ვაცნობიერებ რისკებს. მე როცა დავუშვათ Facebook-ი აღვადგინე, ძალიან კარგად ვაცნობიერებდი რომ ოცნებასთან და საჯარო სამსახურთან ყველა ესე ვთქვათ ხიდ წვავდი ასე შემდეგ რა. ან დებილი არავინ არ არის, არ მჭირდება ჩვენ ეს რაღაც ფუჭი იმედები და სადღეგრძელოები. სადღეგრძელო კარგია სუფრასთან. всё, შემოგებულ ჩემი თავი. ჯერ იქაც არ არის კარგი თუ გაწერილი. ხო, მაგრამ ანუ იქ კარგი არ არის თუ გულწრფელი არ არის რა. უამრავი ეგეთ სუფრასთან ყოფილვარ, აი, უბრალოდ გადმოდიოდა ეს არა გულწრფელი. გულწრფელი თუ არა, ყველაფერი კარგია. და ერთ-ერთი ეს რაც უნდა დასრულდეს, აი ეს მოლოდინების სწორი მართვა უნდა მოხდეს. ერთი მომენტი კიდე რაც არის, ოღონდ აი ვერ ვიტყვი რა, აი ეს რომელიმე პარტიას ახასიათებს, მაინც და მაინც ამ პარტიის უმრავლესობას, მაგრამ არიან პოლიტიკოსები, მათ შორის სტაჟიანი პოლიტიკოსები, რომლებიც უბრალოდ აი ხალხთან საკომუნიკაციო ენა, საერთო ენას ვერ პოულობენ, რა. ეგ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა. სულ მაგას ვიძახი, რომ ან შენი საუბარი, პოლიტიკოსის საუბარი გასაგები უნდა იყოს ნებისმიერი კატეგორიის ადამიანისთვის, რა. ნებისმიერი ადამიანისთვის 2+2-ვით უნდა იყოს გასაგები, შენ რას ამბობ, რა. შენ როცა მეტყველებ ისე რომ აი რავი ორ დიპლომიან ადამიანს უჭირს შენი გაგება თან ეს ორ დიპლომი ამან დაიმსახურა კი არ იყიდა რა ჩემ თავზე ვამბობ სხვაზე კი არა ხო და ანუ აი არა უცხოს სიტყვათა განმარტებითი ლექსიკონი შენ არ უნდა გეჯიდეს მსმენელის არ არის საინტერესო შენ უნდა ისაუბრო იმ ენაზე რა ენაზეც საუბრობს შენი ამორჩეველი და შენი ამორჩეველი ენგერი დავაგენერიროთ რა ეს ფრაზა მიყვარს არის ამით არ საუბრობს შენ უნდა იყო მათთვის გასაგები შენ არ უნდა ისაუბრო იმ ენაზე რა ენაზეც შენ შეიძლება საუბრობდე სადღაც coffee breaks-ზე რავი გარმიშ პარტინგენხენში რა ან ეს კიდევ სასწაული აქვს ძალიან ბევრ ქართულ პოლიტიკოსს რა ჩემიად გეთანხმები მაგაში ეგ ზოგადად კომუნიკაცია მათ შორის ამ პროტესტის მიმდინარეობისას მე რასაც ყველაზე მეტად ვაწყდებოდი ადამიანები მაგას ითხოვდნენ რომ გველაპარაკეთ გვაკლია კომუნიკაცია პოლიტიკოსებისგან მე მირჩევნია ნებისმიერ ჩართვა რომელიც არის ტელევიზიაში მირჩევნია ჩვეულებრივი მომიტინგე გამოიყვანა ვიდრე მე მალაპარაკონ და ნებისმიერი სხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები მას რაწუხილები აქვს და ამ შემდეგ აი მე რამდენი წელიწადიც კი არა, რაც აქტიური ვარ, მეტნაკლებად მეც კი მომბეზდა უკვე ჩემი თავი, ვთქვათ, რომელიმე ტელეეკრანიდან. ალაპარაკეთ ის ხალხი, რომელიც არის აქციაზე, ალაპარაკეთ ის ხალხი, რომელიც ხშირად არ არის ტელევიზიაში, ხშირად არ არის ეკრანთან, ამ შემთხვევაში. იქაც გასაგებია რისკი, ვთქვათ, ტელევიზიის, რომ აი შეიძლება შენ მიაჩეჩო მიკროფონი და აზზე არ ახარ ის ადამიანი რა სიტყვის. მაგრამ რავი, თუნდაც იმისთვის ღირს იმ 70 თუ 50%-ისთვის, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დავაგებულად ილაპარაკებს და ილაპარაკებს გასაგებენაზე და პლუს ხმებიც ნახავ რომ აი ყველანი ერთად მდგევართ, ყველანაირი კატეგორიის და ჯურის ხალხი ვართ ამ მიტინგებზე და ყველანაირი კატეგორიის და ჯურის ხალხი ვაპროტესტებთ იმ უსამართლობას, რაც არის ამ ქვეყანაში რა, მორჩეგათო. აი მაგ თემას რომ ეგ თემა რომ გავაგრძელოთ, მათ შორის მედიის და ასევე მოლოდინების, არასწორი მოლოდინების თუ სწორი მოლოდინების შექმნის, მან როგორ ფიქრობ ზოგადად მედიას რა როლი აქვს თუნდაც ტრადიციულ სოციალურ მედიას რაღაცნაირად ოპოზიციის ერთის მხრივ ოპოზიციის იმიჯის შექმნაში და მეორეს მხრივ ამ პროცესის სწორად მიწოდებაში ადამიანებისთვის. პირველი ოპოზიციის იმიჯის შექმნაში მედიას ბუნებრივი აქვს როლი, მაგრამ ზოგადად ყველა ადამიანს თავის იმიჯის შექმნაში თავად აქვს ყველაზე დიდი როლი. და იმიჯის შექმნას უნდა წლები და იმიჯის დამხობას უნდა წუთები. რა, ეგ ყველა ადამიანი მაინც თავად აგებს ამაზე პასუხს. მე თავად მაქვს ჩემი იმიჯი, მაგალითად შექმნილი, მე თავად ვაგებ ჩემს იმიჯზე პასუხს, ჩემს ყველა შეცდომაზე, თუ სწორ საქციელზე. მორჩა გათავდა ხა ამის ვინმე სხვაზე გადაბრალება, რომ აი მე რაც მედია ცუდ იმიჯს მიქმნის, ну, კი, მედიასაც შეუძლია ხელი შეუწყოს შენი იმიჯის გაუმჯობესებას თუ გაუარესებას, მაგრამ ძირითადი შემოქმედება საკუთარ თავის მაინც შენახა. რაც შეეხება მედიას, ბუნებრივია, მედიის როლი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეხლა ხან იყო კვლევა ის ISSA კვლევა, ხო? იაგო კაჭკაჭვილის ხო, აი
ვის არ უნდა იყოს ამჟამად უბრალოდ კვლევა იყო საკმაოდ რეპრეზენტატიული და ამ კვლევის თანახმად ოცნების მომხრეების უმეტესობა თან ანუ კვლევაში გამოკითხულების უმეტესობა აღიარებს პოლიტიკური კრიზისია ანუ ოცნების მომხრეების ამას აღიარებენ მაგრამ ინფორმაციას იღებენ იმედიდან, პოზიტივიდან და ამ შემდეგ. როგორ უნდა ჩამოსვა? ანუ რუსთაველსაც მცირე წილი აქვს, 82% ქონდა თუ ოცნები იმედს. რა? ანუ როგორ უნდა ჩამოსვა ახლა შენ ისინი იმედიდან და გადმოიყვანო შენსკენ რა? ანუ გამოდის რომ ოპოზიციურ ტელევიზიებს ოპოზიციურად განწყობილი ამორჩეველი უსმენს და ოპოზიციურ ტელევიზიებს მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ოპოზიციის შიგნით ხმათა გადანაწილებაში. ანუ გამოდის რომ ოპოზიციური ტელევიზია რამე ახალ ხმას ოპოზიციისკენ ვერ წამოიღებს რა იმ ფაქტორის გამო რომ 82% უსმენს იმედს რა მხოლოდ ერთი წყაროდან იღებს ინფორმაციას და ნუ იმედზე რა ინფორმაციასაც იღებ გასაგებია დღეს ეტყვიან რომ ეს შავია ხვალ ეტყვიან რომ ეს ჭრელია და მასზე გეტყვიან რომ თეთრია ამიტომაც არ იწევენ ოპოზიციურ პოლიტიკოსებს ამ ტელევიზიებში. ანუ აღმოჩნდა რომ საზოგადოებრივ არხსაც კი 7 თუ 8% იყო. საზოგადოებრივ არხზე ჭიდაობაც კი გამოდის რომ დიდად ვერაფერს გვაძლევს. ანუ ნიშნავენია პრინციპული თემა, იმიტომ რომ საზოგადოებრივია და იქ საზოგადოებრივის აზრი უნდა ტრიალებდეს და შუქდებოდეს და რაღაც არ უნდა იყოს პარტიული ტელევიზია, მაგრამ პრაქტიკული მხრივ რო შევხედოთ პრაქტიკული მხრივ 82% იმედს უყურებს რა და ისე და ისე ოპოზიციურ ტელევიზია არ ვთქვათ ოპოზიციურ არხები ხო მთავარი ფორმულა და TV პირველი რა ანუ გამოდის რომ მთავარზე TV პირველზე და ფორმულაზე თუ ხარ ეგ შენ მხოლოდ საშუალებას გაძლევს რომ ოპოზიციური ამორჩევლის შიგნით თქვათ წამოიღო ხმები რა ანუ შენკენ წამოიღო ოცნების მომხრეების ხმები შენთან არ მოდის იმის რომ მათი ხმები წამოვიდეს ან იმედზე უნდა მოხდეს შენ ან იმედი უნდა გახდეს ობიექტური ტელევიზია და არა პროპაგანდის იარაღი რაც არის ან პოსტების კონტროლს 12%-მდე ან ალტერნატიული გზებით უნდა მიაღწიოთ ალტერნატიული გზები მაშინ ინტერნეტია და ინტერნეტი საინტერესოა ეგ უნდა გაკეთდეს რა უბრალოდ მე რასაც ვატყობ მე თავად ვერ შევძელი და მართლა ხო არსებობს ადამიანის შეცდომას ძალიან მცირე ზღვარი აქვს რა ერთი ადამიანი Facebook-ზე წერ თუ რაღაც რაც ვაკეთებ ჩემი თუ აკეთებ არ მეხმარება TikTok-ი ვერ ამოვქოქ რა არიან ადამიანები რომლებიც თავის ქოქავენ ამ TikTok-ს ხო ცოტა სპეციფიური არის ხო დავრეგისტრირდი რამაც 20-მდე ვიდეო კი მექნება ატვირთული არა ნუ მოდი ასე ვთქვათ ვერ დავამუღამე რა მაგრამ ხვდები რომ ძალიან წალეკილი აქვს პროპაგანდას. აი, მან რო პროპაგანდა მიდის, მან რო რუსული პროპაგანდა მიდის, მან რო ოცნების პროპაგანდა მიდის, მან ხარება და შესაძლოა ხდებოდა, აი ყოველ რაღაც მესამე კლიპში ეს რო ჩამო. თან რაღაც გმირა წარმოშენილი რომ ომში იბრძოდა და მთავარია. ის რო 26 მაისს არბევდა და რაღაც ვანოსთან ერთად ვიდეოებში იყო, ეგ ასადა. ხო, არა პროპაგანდა რა პროპაგანდა იმისაა პროპაგანდა რომ იმ კუთხით წარმოაჩინოს რა და ეხლა ისევ და ისევ ინტერნეტში აუცილებელიც კია რომ ვიბრძოლოთ მოდი ესე ვთქვათ ამ ახალი მომხრეების გადაბირებისთვის და ინტერნეტი აღარ მახსოვს იყო თუ არა კოლევაში მგონი საერთოდ არ იყო ეგ ნახსენები ან ინტერნეტიდან ვინ იღებს ინფორმაციას და იღებენ თუ არა ინფორმაციას დაუშვათ აი საიდან იღებენ დაუშვათ მე პოლიტიკური კლიპები შემოხვედრია ყველგან Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე სად შემოხვედრია კიდე ნუ Telegram-ი თავისთავად ხა Telegram-ით მე ინფორმაციის მიღების მხრივ Telegram-ით ვარგებლობ რა სხვა შორის ძალიან და კიდე ერთი რაც არის სადაც საერთოდ არ არსებობს აი საქართველოს არსებობს Twitter-ში Twitter-ში ქართველი პოლიტიკოსები თუ ქართველი ანუ მომხმარებლები და შემდეგ აი იშვიათად მეც გავაკეთე ანგარიში აი უბრალოდ ისე ფორმალურად Twitter-ი საერთოდ არის არაცებობს არა და Twitter-ი არის მნიშვნელოვანი დასავლური აუდიტორიისთვის ან შენ თუ გინდა გახვიდე დასავლურ აუდიტორიაზე Twitter-ზე უნდა იყო მაგრამ Twitter-ის ალგორითმი ხაშკად ოცნების პოლიტიკოსებიც არიან მან და არიან ოპოზიციის პოლიტიკოსებიც და Twitter-ის ალგორითმი ამათ გატეხილი არც ერთს არ აქვს რა მეც მათი ჩათვლით ბუნებრივია
რა. ხო, არა, ეხლა ცოტა გააქტიურდნენ ბოლო დროს რა ჯო ვილსონის აქტიურობის ფონზე ქართველი პოლიტიკოსები ცოტა შეეცადნენ. ჯო ვილსონის აქტიურობა ჩვენ ვერ გვიშველის, ჩვენს თუ არ ვიაქტიურდეთ და ჩვენი აქტიურობა, ქართველების აქტიურობა მან მართლა მინიმალური, არ ვიცი რატომ, მაგრამ ნუ Twitter-ი არის პრაქტიკულად ძალიან დასავლური პოლიტიკის პირველი პლატფორმა, Facebook-ზე გაცილებით მნიშვნელოვანია, მაგრამ აგ თუ და გახსენია ხა და დაახლოებით მინახავს და ნახავ რომ მათი აქტიურობა არის მინიმალური. დაახლოებით მინახავს ამ ბოლო დროს ზურასზე გქონდა წნეხი რომ გააქტიურებულიყო და დაიწყო ცოტა წერა, მაგრამ მაგას დრო ჭირდება. არ ზურა არ არის დიდად. ჩვენ დროას წარმომადგენელი ყავდა ჩვენ კოალიციაში მარიკა მიქიაშვილი, რომელიც ძალიან აქტიურია და მას საკმაოდ კარგი გვერდი აქვს. მიქიაშვილი არის აქტიური. ხო და ფაქტობრივად მარიკას მეშვეობით გავდიოდით ხოლმე რაღაცებზე ხშირად და ეს რაღაცებს აშერებს, მე მეც ვაშერებ. ძალიან კარგ საქმეს აკეთებდა კი. მაგრამ ხო, დიქტატურაზე მინდა ვისაუბროთ. ნებისმიერ აი რომ დაგუგლო და თუნდაც ChatGPT-ს რო კითხო და რაღაცა, ეს ყველგან გეტყვის რომ ეს არ არის ერთჯერადი აქტი და ძელვადიანი ბრძოლა შეიძლება დაგჭირდეს ამისთვის და შემდეგ პირველი ის რომ მოითხოვს საზოგადოების ორგანიზებას და მასობრივ პროტესტს ერთი გზა შეიძლება იყოს, მეორე გზა შეიძლება იყოს მათ შორის ოპოზიციის ერთიანობა და რაღაც სტრატეგიული მოქმედება ან რაღაც ამის პარალელურად საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვება, ეკონომიკური და ფინანსური წნეხი, მოკლედ ბევრი ფაქტორი შეიძლება იყოს, მათ შორის ინფორმაციული ომის მოგება პირველ რიგში, რაც ახლა ვსაუბრობდით და რაღაც ფსიქოლოგიური ომი დიქტატორის წინააღმდეგ. როგორ ფიქრობ, რამდენად თან გეგმაზომიერად გავდივართ ამ გზას და სად გვაქვს უფრო მეტად შანსები, რომ სადღაც გაწყდეს, სადაც წვრილია? პირველ რიგში სიტყვა თავად გეგმაზომიერი რა, ცხოვრება არ არის გეგმაზომიერი რა. ხო, სამწუხაროდ. გამოთქმა გვაქვს, რომ კაცი არაფერი კანონზომიერი არ არის. ღმერთი იცინოდა, ხო, ანუ კაცი ფჭობდა რა არის, ანუ კაცი გეგმებს ალაგებდა რა, ან შესაბამისად და მithumetes აგერა, კაცმა არ იცის რა იქნება, გაქვთ კი, ეგეთი დევიზი გვაქვს. ხო, ეგეთი დევიზი გაქვთ. ან შესაბამისად ბევრი მოვლენა უბრალოდ თავისთავად ხდება და მე იწვევს თავის ხრივ კი. თელ კასკადს რა. არც ვიცით რა შეიძლება მოხდეს. ეგ არნიშნავს რომ ჩვენ არ უნდა გვეგმავდეთ, ჩვენ რაღაცებს არ უნდა ვაკეთებდეთ, ჩვენ არ უნდა ვიბრძოდეთ, ჩვენ არ უნდა მივიდოდეთ მიზნისკენ და შემდეგ. რა ხა იგივე რაც გითხარით მოლოდინების მართვაზე, ეგ გეგმის ნაწილია. შენ მოლოდინების სწორად თუ არ მართე, ერთ ერთი გეგმა ვერ ისა რა, ვერ იმუშავებს. ხო? ან იგივე დიდგორი რო ავიღოთ, დავით, მაგრამ გზა უკან ჩახერგა რა, ეგეც გეგმის ნაწილი იყო და პლუს ეს ნიშნავდა რომ დავითმა თავად რა თქმა უნდა ვერ იქნებოდა დარწმუნებული, ხან ნეჯმედინ ღაზის მოუგებდა რა. ან შესაბამისად ამას ყოველთვის უნდა ვითვალისწინებდეთ და ამას პოლიტიკური ლიდერები და პოლიტიკური ძალები ამას უნდა ეუბნებოდნენ ამორჩეველს, ამას უნდა ეუბნებოდნენ ხალხს. და ბევრი ფაქტორი შეიძლება კულმინაციისას შეიცვალოს. მიქონდეთ მხლეობა. კი, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. ახლა ქართულს ზოგადად დიქტატორულ რეჟიმებს და ასე შემდეგ რა. ან ისევ ჩვენ გვაქვს 32 წელი თავისუფლების, დამოუკიდებლად ცხოვრების და ასე შემდეგ რა. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩვენ იმისგან შორს ვარ ახლა დავუშვათ რა კი ბელარუსში მოხდა, ჩვენთან არ შეიძლება მოხდეს, ჩვენთან შეიძლება მოხდეს, მაგრამ წესი და რიგით გაცილებით ძნელად უნდა მოხდეს. პლუს როდესაც დიქტატურამ ყარდება რა, დიქტატურამ რა უნდა გააკეთოს იმის რომ ეს ვერტიკალი არ ჩამოიშალოს რა. ანუ დიქტატურა იწყებს ნელ-ნელა ერთგულებით ნიშნით ხალხის დანიშვნას, დაწინაურებას და ასე შემდეგ, მაგრამ ამას აქვს თავისი ხარჯები, მოდი ესე ვთქვათ რა. ეს ხარჯები რა არის? პირველი ერთგული ჭკვიანს არ ნიშნავს რა. ხო შენ ჯობია თუ ნორმალური ხელისუფალი ხარ, არ გამოიკიდო ამ ხელისუფლებას და უბრალოდ ჭკვიანები აწინაურო ისე, ხო? რომ ხალხს არ ქონდეს უკმაყოფილების არანაირი მიზეზი და შენ გირჩევდეს 30-40 თუ 70 წელს განმავლობაში რა. დღესაც მე რო ვიცოდე რომ ესენი ჩემმა ხალხმა აირჩია რა, მე ამას პრობლემად შევეგუებოდი რა. ხო? და შესაბამისად აი ამ ერთგულების დაწინაურება ნიშნავს რომ სადღაც გზა არ გაკეთდა, სადღაც ისე არ გაკეთდა როგორც უნდა გაკეთებულიყო და რავი შესაბამისად რა იყო შოვის ტრაგედია. მე კიდევ იყო. 32 ადამიანი მოკვდა რატომ? იმიტომ რომ არც ერთმა გოლმა სახელმწიფოსი ისე არ იმუშავა როგორც უნდა იმუშავა და რა გარანტია რომ მომდევნო ჯერზე იმუშავებს. ამ საიდან ჩვენ რა გაუმჯობესდა 1-1 მეტი ვიყიდეთ? წინა წელს სვანჩი ვიყავი ზუსტად მაგდორსა ჩემი ნაცავები დაიკარგენ უშუალოდ, სხვაზე კი არ იყო საუბარი, ან ჩემ ლატალელები და
ან ორი დღის განმავლობაში სანამ პანიკა არ ტყდა და გზა არ გადაუკეთეთ და ასე შემდეგ მამდა ის ვერტფრენი ვერ გამოიგზავნა და საქართველოში ამ რამდენი ეგეთი რეგიონია რამდენ ადგილას შეიძლება დაიკარგო, გადაიჩეხო, რამდენ ადგილას შეიძლება დაგჭირდეს სასწრაფო დახმარება. მეწყური ზონები უამრავი და ასე შემდეგ. ხო, ანუ როდესაც ეს ნულოვანი კომპეტენციის ხალხი ერთგულების პრინციპით ინიშნება მაღალ თანამდებობებზე, მე ძალიან ხშირია ეგეთი არაეფექტიანი მართვა. რა ძალიან ხშირია მართვაში შესტომები, ძალიან ხშირია ტრაგედიები და ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმას, ვინც ეს ადამიანები დანიშნა, ამ ბოლო ესეთი ცუდი შემთხვევა რაც იყო, როდესაც ცუდი რა ამ კვლევაზეა საუბარი საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილემ, რომელსაც გაფორმებული ქონდა იარაღის დარება შეეძლო მოკლა შენებელი ბიზნესმენი იმის გამო, რომ ის ხალხს არ უხდიდა. ხო, აღმოჩნდა რომ ეს არის ანუკე არაშიძის მამიდაშვილი, კალაძის სანათესაოა, თავს ქონდა გასული და დაუსჯელობის სინდრომი სჭირდა, არ ეკეტებდა ბიზნესს და მოკლა ადამიანი. ხო, ან სამი ტყვია ესროლა და დაიცალა ადამიანის სისხლისაგან. ეხლა აი ეს, ხო, აი ეს ერთი შემთხვევა. ეს ერთი შემთხვევა რამდენამეს გვეუბნება. გვეუბნება არც ბიზნესი არ შემთხვევს თავისუფლად. გვეუბნება რომ თუ კი ანუ მერის ცოლის მამიდაშვილს ამდენი შეუძლია, რა შეუძლია მერს ან რა შეუძლია მინისტრს და ასე შემდეგ, ანუ რამდენი უსამართლობის ატანა უწევს ვიღაცას და პლუს მოგწვა კიდე ის რომ ის ადამიანი სპეციალურად ნახე მისი Facebook გვერდი ქონდა თემო ტოლიაშვილს და აბსოლუტურად არ ლეოდა არც პოლიტიკაში, არც არაფერში. ანუ კიდე გვეუბნება იმას, რომ შენ შეიძლება არ ერეოდე ღია და თავსაც იმშვიდებდი ამით, რომ პოლიტიკაში არ ერეო. როდესაც მსგავსი რეჟიმი მყარდება, ის აუცილებლად რაღაც ფორმით შეგეხება. რამით მე პატარა ქვეყანაში ან ჩვენ არ გვაქვს განსაზღვრული რესურსები, მალე შეიძლება ერთმანეთს მიადგნენ ეგენ. ისაც არიან ზოგ შემთხვევაში მიმდგარი, მაგრამ შენც მოგვადგებიან რა, ან შენ შვილს მოადგებიან, ან დიშვილს, ან რავი რაღაცა მიზეზი იქნება. ბიზნესი მოუნდებათ შენი ცოლი, ქალიშვილი თუ რავი მანქანა და ასე შემდეგ რაღაც სახით ეს უსამართლობა მაინც ყოველას მიადგება. ეგ არის დიქტატურის პრობლემა რა, რომ აუცილებლად ის ერთგული ხალხი უნდა გყავდეს ახლოს და ამასთან ლოიალობისთვის აჯილდოები იმით, რომ თუნდაც რაღაც თავგასულობის სინდრომი უჩნდება ნელ-ნელა, სხვანაირად ვერ იპოვებ ამის ლოიალობას და ერთგულებას და მე ეს თავგასულია დაუსჯელობის სინდრომი რო აქვს, აკეთებს რაღაცა ისეც კიდე უფრო დიდ შარში გაგხვევს რა საბოლოო ჯამში და ანუ აქედან გამომდინარე, აი ხოლმე ამ კუთხით უყურებ რა, მე აი ქართულ ცნებასთან ბრძოლას რომ საბოლოო ჯამში ეგენი ვერ გაკაჩავენ, მაგრამ ეს ვერ გაკაჩავენ თუ იმაში გადაიზარდა რომ ქვეყანა დაგვეყო ხო თავზე სანამ თელიერი გამოფხიზლდება რა, ჯობია ეხა ვეცადო რაც შეიძლება მეტის გამოფხიზლება, თავად მეც ერთი ადამიანი, ვიდრე დაუშვათ ეხა 10 წლის მერე, რავი რომელიღაც სანგარში სამოქალაქო ომის პირობებში იყო, იმიტომ რომ სირიაში რა მოხდა, სხვა ქვეყნებში რა ხდება, ხო, სადაც დიქტატურა ჩაბეტონდება ხოლმე და გამყარდება, ანუ იქ შემდგომ გაცილებით მეტი ფასის და მსხვერპლის გაღება უწევთ ამად მოსაცილებლად. რა მორჩა გათავდა მეტი ახლა ჩემთვის რაღაც პიროვნული მომენტი ეგ არასდროს არ ყოფილა რა ანუ არ იყო რომ ვიღაც პიროვნულად სახეზე არ მომწონს და არ მევასება. ხშირად აკეთებენ აქცენტს მათ შორის დასავლელი პოლიტიკოსებიც რომ დღეს საქართველოში ეს უწყვეტი პროტესტი რომ არ იყოს ამდენი 70 დღეს გადაცდა უკვე ის შედეგები არ დადგებოდა მათ შორის რაც მივიღეთ ის რომ არ აღიარებენ დღემდე ქართული ოცნების ხელისუფლებას და არალეგიტიმურ ხელისუფლებას უწოდებენ რეზოლუციები მიიღეს უკვე 2 მათ წინააღმდეგ მათ შორის სანქციების შესახებ ვინც ამ რეჟიმის გამყარებაში იღებს მონაწილეობას როგორ ფიქრობ შენი გადასახედიდან რამდენად მნიშვნელოვანი არის ეს უწყვეტი პროტესტი და ხალხის არ გაჩერება იმიტომ რომ რაღაცნაირად ყველას განცდააქვს თუ ერთი დღეც კი ვერ გადაიკეტება რუსთაველი თითქოს უკან წავა ეს პროცესი შენ როგორ უყურებ ამას მე მგონია რომ დღეს უკვე აქცენტები პროტესტანტებიდან, ანუ ხალხიდან მაინც უნდა გადავიდეს პოლიტიკურ ძალებზე რა. ესე თლიანად რაღაცნაირად ვერ გეტყვი, აი ჩახსნა პოლიტიკური ძალების აქედან არ გამოვა. ეგ ერთი. მაგრამ მეორე მხრივ ბევრს ველაპარაკები ამ თემაზე, მათ შორის მოქმედ პოლიტიკოსებსაც და არის ძალიან დიდი რაღაც უნდობლობის პრობლემა ან ქართულ პოლიტიკაში, როგორც
ჩანს არის ერთმანეთის მიმართ დობის პრობლემა და ეგრეთ წოდებული ჯენტლმენური შეთანხმებები არ არსებობს. ანუ ხალხი ხელის ჩამორთმევას ფასი აქვს დაკარგული და სიტყვას ფასი აქვს დაკარგული და ეგ ძალიან ცუდი რაღაცაა. ეგ ვერ მიხვალ ეგ რაღაც სწორ გეგმებამდე თუ ნაბიჯებამდე და ასე შემდეგ რა. ანუ ამ ეტაპზე მე მართლა გულს ვთვლი რომ თუ არის რაღაც რესურსი რომ ეს პოლიტიკური ძალები სხვა შორის აქ უკვე მარტო ამ 4 კოალიციას და 4 ძალას არ გულისხმობ, აქ გაცილებთ რომ ფართო სპექტრის კოალიცია შეიძლება შეიკრას რა. იმიტომ რომ ყველა პოლიტიკური ძალა ხო იქნება ეს ლეიბორისტი თუ იქნება ეს რავი კოალიცია ახალის წარმომადგენელი რა. ამ ეტაპზე ალბათ ხვდება იმას რომ აქ პოლიტიკური ცხოვრება თუ კი ოცნება ესე ჩაბეტონდა შესაძლებელი იქნება მხოლოდ როგორც რუსეთში და ფორმალური ოპოზიცია იქნები რა. ჟირინოვსკის ოპოზიციას ვეძებთ. რუსეთში რას ამბობ დავანკოვი იყო აგერ დამოუკიდებელი კანდიდატი თუ არსებობს საპრეზიდენტო არჩევნებზე კომუნისტები დღემდე ზიან რაღაც პერიოდულად გამოდიან ხოლმე რაღაცა ბუტაფორიულ აქციებს აწყობენ, მაგრამ ეს ყველაფერი ეცოდინება რომ ყველაფერი ტყუილია რა. უბრალოდ ეგ არის იმიტომ რომ შექმნან ოპოზიციის რაღაც არსებობის ილუზია. ხო და ანუ წესდარგი დღეს საქართველოს ყველა პოლიტიკური ძალა უნდა ხვდებოდეს ამას რომ თუ უნდათ რომ გქონდეთ აქ რაღაც პოლიტიკური მომავალი და ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის რეალურად იბრძოლონ, მაშინ მათ საერთო ინტერესებშია რომ არ დამყარდეს დიქტატორული რეჟიმი რა. ხო? აქედან გამომდინარე, ანუ ეს თანამშრომლობის არეალი შეიძლება გაცილებით დიდი იყოს, მაგრამ თუ კი ეგ თანამშრომლობა შედგება, ეგ ყველა ვარიანტში რაღაც პირველი რაც უნდა იყოს, რაც გაერთიანებს, იქნება ნდობა. ნდობა ვერ წარმოიშობა, თუ დავუშვათ ჩვენ რაღაცას შევთანხმდით და შენ მეორე წუთში რაღაცა განსხვავებულს აკეთებ რა. იქ იშლება უკვე ყველამ. რაც უნდა მცირედი მასშტაბის რაღაც ისეთი დამოუკიდებელი აქტი იყოს რა, მაინც ნდობა იშლება. შენ არ უნდა ჩაშალო. ან თუ ჩაშლი ამ ნდობას, შენ უნდა დაისაჯო აბსოლუტურად ყველა ოპოზიციური პარტიის მიერ, მათ შორის შენი პარტიის შიგნითაც უნდა დაისაჯო რა. და სხვანაირად ჩემი არ გამოდის. პლუს კიდე ეხლა როგორი სიტუაცია, ან თუ კი ქართული ოცნება იმ სახით როგორიც არის რაღაც ესეთი გლობალური არქიბოროტება, ხო, რომლის წინააღმდეგ ყველა უნდა გავერთიანდეთ, მაშინ გავერთიანდეთ, ანუ მაშინ ჩვენი უთანხმოებები უნდა გადავდოთ გვერდზე. და თუ კიდე ჩვენი უთანხმოებები უნდა გავარკვიოთ, ჯერ ერთმანეთს უნდა დავცხოთ და ასე შემდეგ, მაშინ ეს არ ყოფილა თქვათ ისეთი რაღაც არქიტერი, რაღაც. კი. და მაშინ ერთმანეთს უნდა დავცხოთ, ერთმანეთში უნდა გავარკვიოთ და მერე უკვე მივალთ ქართულ ოცნებამდე. ანუ ეს არ გამოდის თანმიმდევრული, ისევ და დასაწყისში თქვი, რომ თანმიმდევრობა ძალიან მნიშვნელოვანია რა. ხო? როდესაც შენივე სიტყვებს არ შეესაბამება თუ შენ ქმედებებს არ შეესაბამება, ამას ყველა ხედავს. ანუ სულელი არავინ არაა და შესაბამისად ეხლა ჩვენ 6 წლის წყენა იქნება, 12 წლის წყენა იქნება თუ ნებისმიერი სხვა წყენა რაც არის პრეტენზიები მათ შორის ახლა ვიღაცამ შეიძლება ჩამითვალოს რომ ეს წყენა კი არაა, გაცილებით რაღაც სერიოზულ რამეზეა საუბარი, კი გასაგებია, მაგრამ დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში ეს უფრო სერიოზულია მაგათაც დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში შენ აუცილებლად გექნება საშუალება რომ ეს გაარკვიო კანონიერი გზით და შენ დარწმუნებული იქნები რომ შენ სიმართლეს გაიტან რა. მაგრამ თუ კი ეს გაცილებით რომ მნიშვნელოვანია, ხო? ვიდრე ერთიან რაღაც ერთთან, ნუ მაშინ გამოდის ეს ყოფილა ჯერ მნიშვნელოვანი და მაშინ ამას უნდა ეს ვთქვათ მივაწვეთ და ეს უნდა აკეთო რა. და ამ ეტაპზე მე ხარ ასე ვხედავ ძალიან ადვილად შეიძლება მე კონსერვატორების დავით თანხმოურავის კლიპი შემხვდა, კორკოტას კლიპი შემხვდა ბოლო ხალხო. კი. რა? და იმფოსიც მათ შორის. კორკოტა ისე ლაპარაკობს ნებისმიერი ოპოზიციონერი დაუყენე ახლა მაგას. გაცილებით რადიკალურია შეიძლება და ანუ ისევ და ისევ რა. თუ მოხდება აი ამ მიზნის იგული გაერთიანება, იმიტომ ერთიანობა რას გაძლევს? ერთიანობა გაძლევს ძალის ეფექტს. ძალის ეფექტს, რა თქმა უნდა, პირველია. არის ადამიანების ძალიან დიდი კატეგორია, რომელიც უბრალოდ უყურებს ძალას. სადაც არის ძალა. შენ თუ რამე გინდა ჩამოშალო, შენ თუ გინდა რამე დაამხო, ვინმე გადმოიბირო,
ძალა გჭირდება, შენ ძალას უნდა ასხივებდე. რა და მაგრამ პირველ კლასში გვაქვს ეს იგავი ნასწავლი ძალა ერთობაშია და ასე შემდეგ. გერბზე გვაქვს დაწერილი, გერბზე გვაქვს დაწერილი. ხო, კი ბატონო. ანუ ხშირად მქონია შემთხვევა ისეთ ადამიანებთან, იქით ამხარეს ყოფ ადამიანებთან, როდესაც პირდაპირ აღიარებენ ხოლმე, რომ ვერ გაიმარჯვებთ, თორე აი მეც ანუ ცუდია ჩემთვის მორალური თვალსაზრისით ძალიან ცუდად ჟღერს, მაგრამ აღიარებენ ამას ადამიანები, რომ ვერ გაიმარჯვებთ, თორე დავდგებოდი თქვენ. ჩვენ ადამიანები ვართ. არა, ყველა ადამიანი მორალურად რაღაც შენი პრინციპების მატარებელი იყოს. არა, აუცილებელი ყველა ადამიანი უშარი იყოს, როგორც ეშინია, ჩვეულებრივი მომენტია რა. ხო? ამ ადამიანს ეშინიათ. რა? რომ ვერაფერსაც ვერ მიაღწევ და შენც ისევ და ისევ არა თანმიმდევრული ნაბიჯია უბრალოდ. ანუ თუ არანაირი ერთიანობის საჭიროება არ არსებობს, აი ცალ-ცალკეც მიაღწევ შედეგს. კაი, კი ბატონო. ესე იგი არ ყოფილა რაღაც ისეთი პრობლემა. მაშინ მე რას ვიკლავ თავს, მე რა მინდა? სულ ეგ შეკითხვა მაქვს, როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობთ, ყველა წარსული გამოცდილება მსგავსი რაც გქონიათ ქვეყნებს არც ერთი არ დაუმარცხებია ერთიანობის გარეშე. შეიძლება ყველამაც ვერ მიაღწია წარმატებას, მაგრამ ერთიანობის გარეშეც ვერავინ ვერ მიაღწია რა და ეგ გაკვეთილი როგორ შეიძლება ვერ ვისწავლოთ, ცოტა გაუგებარია ჩემთვის და მაშინ ცოტა არაგულწრფელები არიან, როდესაც ამ თემაზე მინიმუმ არათანმიმდევრობლები არიან. პლუს ხა ამ ეტაპზე შეიძლება სალომე ზურაბიშვილი იყოს მაინც გარკვეულწილად. ხო, მაგაზეც მინდოდა მეკითხა სალომეს თავად აიღებს ამ როლს. ხა აქაც იგივე მაგალითია, რაც ჩემ მეგობარ ლადოზე მოვიყვანე. თუ თავად არ აიღებს ამ როლს, შენ ვერ დააძალებ. რა, მაგრამ მის გარეშე შეიძლება მსგავსი რამე მოხდეს და მასთან ერთადაც შეიძლება მოხდეს. ზოგადად სალომე ზურაბიშვილის ფაქტორს როგორ უყურებ მიმდინარე პროცესებში? რამდენი ნიშანი შეიძლება? ამ ბოლო დროს ცოტა კი ბევრი კრიტიკაც წამოვიდა, მათ შორის მიუხედავად იმისა, რომ მისი რეიტინგი გაცილებით მაღალია ვიდრე სხვა პოლიტიკური პარტიების. როგორ უყურებ მის როლს? თითქოს უფრო გაპასიურებული იყო ბოლო პერიოდში და რას ფიქრობ შენ რაღაც მის მოქმედებაზე მომავალში? რა, ჩემი პასიური არ იყო, უბრალოდ შეიძლება ტელეგრამზე ნაკლებად ჩანდა. ეხლა მიუხედავად კონფერენციის მომენტია, იცი, არა აუცილებელი ყველაფერს ხედავდეთ. რა, მე საერთოდ არ მჭირდება, როგორც ამ ურჩევლს თუ ამ პროცესებში სხვებზე აქტიურად ჩართულ ადამიანს, მე საერთოდ არ მჭირდება დაწვრილებით ვიცოდე, ვინ რას აკეთებთ. იმიტომ თუ კი მე დაწვრილებით ვიცი თქვენ რას აკეთებთ, ანუ ამათაც კარგად იციან და მე არ მჭირდება ეგ. რა, მე მირჩევნია რომ ხედავდე უბრალოდ იმას რომ რაღაც ერთიანი მუშაობა მიდის. ხო და დანარჩენ კულისებს მიღმა მიდიოდა დასავლეთთან მუშაობა და ასე შემდეგ შესაბამისად მისი ეს თქვა ნაკლები აქტიურობაც ტელეგრამთან ჩემთვის აბსოლუტურად ნორმალურია. მეორე მხრივ ეხლა არ მიუხედავად კონფერენციაზე რა რაღაცა ისა ირონიული იქნება 21 საუკუნის ნიშნული მოვლენების თუ მიუხედავად გადაწყდა, მაგრამ მე დიდი იმედი მაქვს რომ ისეთნაირად არ გადაწყდება როგორც თავის დროზე რა. და ანუ გაჩნია რაც ჩამოიტანს და რა შედეგები ექნება. ამ ეტაპზე რაც მინუსი რაც აქვს დიდი მინუსი და ალბათ აცნობიერებენ ოცნებას, ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს. ოცნებას თავიდან ბოლომდე ნებისმიერ კანონს რომელიც მათ მიიღეს ნებისმიერ ადამიანს რომელიც მათ დანიშნეს აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა და შესაბამისად სალომე ზურაბიშვილს ეს პრობლემა არ აქვს. ახლა რეზოლუციაც გავიდა ერთ-ერთ ლეგიტიმურ ლიდერად ხოლმე მას აღიარების შესახებ. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია მისი როლი და პიროვნება, მაგრამ მეორე მომენტია თავად სად მოიაზრებს თავს, ანუ ცენტრში, ოდნავ ვთქვათ გვერდზე ამათ რაღაც პოლიტიკური ძალების დამხმარედ და შემდეგ გარკვეულ ახლა მომავალი გვიჩვენებს მეტად მეც ვერ ვიტყვი რა მეტად ჩახედულიც კი არა ვარ ახლა ამაში რაც შენ მეუბნები რა აბსოლუტურად ღია წყაროებიდან ვერ რასაც ვიგებთ ზოგადად ღია წყაროებიდან ტელევიზორიდან და ინტერნეტიდან იმაზე ვსაუბრობ რა ზოგადად ხშირად ბოლოსკენ წავიდეთ და იმაზეც მინდა კითხო საგარეო ფაქტორებზე ხშირად აკეთებენ ხოლმე აქცენტს იმაზე რომ ეს საქართველოს აქ არა მხოლოდ საქართველოს მომავალი წყდება არამედ ზოგადად სამხრეთ კავკასიის და საშუალო ზღვის რეგიონის ბედი ანუ ვის ხელში აღმოჩნდება საერთოდ იქიდან გამომდინარე რომ რაღაცა დიდ სახელმწიფოებს შორის მიდის შეთანხმებები თუ როგორ გადაწყდება საბოლოო ჯამში მოვლენები არ ვიცით მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით როგორ ფიქრობ რა სადაც შეიძლება არის თუ არა შესაძლებელი კიდევ ერთი რკინის ფარდა ჩამოეშვას მე არ მინდა რომ ოპტიმისტი იყო როგორც წეღან ამბობთ იმიტომ რომ ხშირად თითქოს ეგ მაქვს რომ ოპტიმისტი ნომერი არა მე რეალისტები ვიყოთ ზოგადად რაც არ
ჩვევია ეს ზედმეტი ოპტიმიზმის გაჟღერება, მით უმეტეს ეს ოპტიმიზმი შეიძლება საერთოდ არ იყოს საჭირო. გამოდის რეალისტურად რომ მივყვეთ რა, პირველი არ მგონია კინის ფარდა როცა ჩამოეშვა, ხო ეს ინტეგრაციული პროცესები ესე არ იყო წასული რა. დღეს სიტყვაზე ნებისმიერი სავაჭრო ომი ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ორივეს აზარალებს. ერთმანეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან და ესე ადვილი არ არის. რა მეორე მხრივ, როდესაც რუსეთზე ვსაუბრობთ ელემენტარულად თუნდაც ეკონომიკის მოცულობები რო ავიღოთ 2.9 ტრილიონიანი ეკონომიკა თუ არ ვწდები რუსეთი რა და როდესაც საუბარია რაღაც 20-30 ტრილიონიანი ეკონომიკებზე, ანუ გაცილებით დიდია სოფლიოში, იგივე ჩინეთის ადგილი, იგივე შეერთებული შტატების ადგილით, შესაბამისად ახლა რაღაც როდესაც ხდებოდა რავი იალტა და პოტსდამი და ამ შემდეგ რა საბჭოთა კავშირი იყო ძალა. ანგარიში გასაწევი ძალა და ასე შემდეგ რა, უნდა გვაუწყდება ის რომ კოსმოსური ეპოქა საბჭოთა კავშირი დაიწყო, ხო? ანუ მაგრამ დღეს რუსეთი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ სოფლიო ჰეგემონიაზე ლაპარაკობს. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი თქვა სხვა საკითხებზე დაელაპარაკა, მათ შორის ახლო აღმოსავლეთზე, უკრაინაზე, სატელეფონო ზარს გულისხმობ რა, მაგრამ გლობალური ჰეგემონის როლი მაინც ალბათ ჩინეთი და შეერთებული შტატებია და ეს არის აზია, წყნარი ოკეანის რეგიონი. მაგრამ ნუ აზია და წყნარი ოკეანი და გუამი, ტაივანი და სინგაპური ჩვენგან შორსაა და ჩვენ ბუნებრივია გვაინტერესებს ისაც ჩვენს ახლოს ხდება. და რა ხდება ჩვენს ახლოს. პირველი რომ ოცნება აშკარად ვერც ამ ადმინისტრაციასთან ვერაფერს ვერ ალაგებს, ეს თუნდაც იმის ჩანს რომ კიმბერლი ლოუ ყავს. შენ საკონტაქტო წარმომადგენელი, კარგად ქონია საქმე. რა ოპოზიციას გაცილებით უფრო რაღაც მაღალი დონის შეხვედრები ამ ვაფშე საერთოდ არ ქონდათ. რა არანაირი შეხვედრა მოდი ეს კაფეო თქვა ქართულ ოცნებას რა. შესაბამისად ამ ადმინისტრაციისგან ჯერ არა, მაგრამ ამ ადმინისტრაციის რაღაც თანხმობით არიან სანქცირებულები, ხო? იმიტომ რომ ეს ადმინისტრაციის გადაბარების ესე არ მოხდებოდა მათ თანხმობის გარეშე, მაგრამ ჯერჯერობით მე არც მოვალოდი პრინციპში ჯერჯერობით არც სახელმწიფო დეპარტამენტს არც თავად ტრამპი შეიძლება არც გააკეთოს, მაგრამ არც ვიცე-პრეზიდენტს თუ სხვა რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს საქართველოს შესახებ რამე განცხადება არ გაუკეთებია რა. ესე ვამბობ ხოლმე რომ ჩვენთვის ალბათ მოიცლიან მარტში. შეიძლება ეხლაც კი გაკეთდეს რაღაც განცხადებები, იმიტომ რომ მიუნხენში როგორც ვანსია, ასევე სხვა მაღალი თანამდებობის პირებიც არიან ამერიკელების. მაგრამ ჩვენს რეგიონში კიდე არის ერთი მომენტი. სომხეთმა პირველად 90-იან დამოუკიდებლობის მოპოვებიდან პირველად სომხეთი არის ღიად პროდასავლური. და მათ შორის სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმეს ამერიკასთან. და სომხეთის ესე ვთქვათ დასავლური ინტეგრაცია გეოგრაფიული ფაქტორის გამო ჩვენს გარეშე შეუძლებელია. ანუ თუ კი რაღაც კინის ფარდა ჩამოეშვება, ხო? მაშინ გამოდის რომ სომხეთზეც ჩამოეშვება, გავრცელდება. და რამე ლოგიკა თუ ჩვენ გამოდივართ იქიდან იმ ლოგიკიდან რომ აი გეოპოლიტიკა დაბრუნდა და დიდ სახელმწიფოებს ჭიდილი მინდის და შემდეგ რატომ უნდა დათმოს უპირობოდ თქვა შეერთებულმა შტატებმა ჩვენი რეგიონი რა ჩვენ მნიშვნელოვანი როგორც ქვეყანა შეიძლება იმდენად მნიშვნელოვანი არ ვიყოთ შეერთებული შტატების მაგრამ როგორც რეგიონის განუყოფელი ნაწილი გეოგრაფიული ლოკაციის გამო ყველა ვარიანტში გარკვეულ ფაქტორს წარმოადგენთ და აუცილებლად მოხდება ჩვენი განხილვა სხვა ქვეყნებთან ერთად. ახლა როდესაც დავშოთ მოხდება ჩვენი განხილვა სხვა ქვეყნებთან ერთად, ანუ რატომ უნდა მიაინჭონ უპირატესობა დავშოთ ქართული ოცნების საქართველოს. ან ქართული ოცნების საქართველოს მოდი შევავოთ, არის საქართველოს სადაც მოსახლეობის 50% არის ამათი წინააღმდეგი. რასაც უკანასკენ გამოგვითხრებით, მოსახლეობის 14% ამბობს, რომ პოლიტიკური კრიზისია ქვეყანაში და ამას გამოდის მამუკა მდინარეზე, ამას არა კრიზისი, კარგად ვართ, არაფერი არ გვიშავს. ანუ ესენი ავტორიტარული და დიქტატორული ლოგიკიდანაც ვერ აკონტროლებენ სიტუაციას. ეს სიტუაცია მაინც დღეს თუ არა ხვალ მაინც აფეთქდება რა. ხვალ ის ნაწილიც
რომელიც დღეს სახში ზის რაღაც ფაქტორების გამო, სხვადასხვა ფაქტორის გამო გახდება იძულებული გარეთ გამოვიდეს. იქნება ეს ეკონომიკური ფაქტორი, უსამართლობა, რომელიც უკვე მასაც შეეხება თუ რა და შესაბამისად ანუ აი ესე თვითონ როგორც აქვს დაალაგებული, რატო უნდა არაფერი არ მოასწავებს ამას რა. ისევ და ისევ არ ნიშნავს თეორიული მსჯელობაა, მხოლოდ თუმცა მსჯელობა და ვეყრდნობით იმ ინფორმაციებს, რაც გვაქვს, მაგრამ სხვა დასკვნას ჯერჯერობით ვერ გამოიტან არსებული სიტუაციიდან. ბოლოს შიშის ფაქტორს მინდა შევეხოთ, მოკლედ, შევეხოთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი დაჯარიმდა, მათ შორის მეც მომივიდა სასამართლოს ჯერჯერობით არ ჩანიშნულა პროცესი, თუმცა სავარაუდოდ რუსთაველის გადაკეტვას მედავებიან ასევე. და ეს ფაქტორი მათ შორის ის რომ ადამიანებს ზოგჯერ პირდაპირ პოლიცია მიდის და პირდაპირ მიაქვს ჯარიმა გამოწერილი უკვე ესეც ვიცით რომ შეცვალეს ეს კანონები ეს ფაქტორები შესაძლებელია რომ მოქმედებს შესაძლებელია არა ფაქტია რომ ვიღაცებზე მოქმედებს ალბათ ხო როგორ ფიქრობ რამდენ გადამწყვეტი შეიძლება ფაქტორი შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის რომ რაღაცნაირად მეტნაკლებად შეძლონ ჩახშობა ამ პროტესტის მე ასე არ უყურებ მე როგორც წინა პროცესს თუ გავითვალისწინებთ ამათ შეუძლიათ პროცესი უბრალოდ რაღაც დონეზე გამოფიტონ პროცესი შეიძლება თავისთავადაც გამოიფიტოს ბოლო ხა 2 თვე თუ 3 თვე არ არის ცოტა დრო მეორე თუ პროცესმა გამოფიტვის სახე მიიღო ჯარიმები საერთოდ არაფერ კავშირში არ იქნება და კავშირში არ იქნება რა და გამოფიტვით შეიძლება უბრალოდ გამოიფიტოს თუ კი ხალხი ნახავს რომ რაღაც ასე ვთქვათ ან შედეგი არა აქვს ან როგორც ვილაპარაკეთ ერთიანობა ზე შეიძლება იყოს მოთხოვნა და ეს ვერ მიაწოდოს ოპოზიციამ ძალიან ბევრი სხვა ფაქტორია შის ფაქტორს კი არ უარყოფ გასაგებია ხა რასაც ცდილობენ ხო მაგრამ ანუ ისევ და ისევ რა გაცილებით უფრო საშიში და დიქტატურები გადაყოლიან თავიანთ ბუნებას რა იმას რაც ვამბობდი რომ დებილების და რაღაც უციგნურების ერთგულების პრინციპით დაწინაურება საბოლოო ჯამში შედეგი არ მოაქვს რა ანუ ჩვენ რო ავიღოთ თავი სასჯელები შეიძლება საერთოდ არ იყო არ ვიცი რომ ნახდათ არც ლივიის არც სირიის კანონმდებლობას რა მაგრამ ნუ კარგად მახსოვს მუამარ კადაფის სიტყვები რომ კუნჭულ ყველას დავხრეთ და ასე შემდეგ რა ანუ ბოლოს სულად დაამთავრა კადაფიმ ცხოვრება ხო არმატურის ნაჭრით და ანუ არ მოქმედებს ეგრე რა შენ შეგიძლია შიშის ფაქტორიც კი შეიძლება დააშინო რაღაც ხანი იმოქმედებს რა მაგრამ მე ისევ და ისევ ის ქვეყანა რომელსაც შენ შექმნი იმდენად დაუტანელი გახდება რომ აი ეს ფაქტორი მე რითი დააშინე მე დახვრიტა შემოიტან მე მაგასაც გადალახავ მე ისტორია შემიძლია მოვიტანო შუა საუკუნეებიდან რა ქურდობა ისჭებოდა თქვათ საჯაროდ ხელის მოჭრით თუ თავის მოკვეთით რა და ყველაზე მეტი ქურდობა რა ეს საფულეს აჭრიდნენ მაშინ ყველაზე მეტი ქურდობა ხდებოდა ზუსტად საჯაროდ ხალხის სიკვდილით დასჭის ან ხელის მოკვეთის და ამ შემდეგ დროს რა ანუ ისე ხო აი პარადოქსალურია. ბევრი ხალხი იყო და ალბათ იქვე იპარავდა. მაგრამ სასჯელი იყო ამისთვის იქვე ხედავდი რა. ისევ და ისევ. შენს მოსახლეობას არ უნდა ბიძგო უკიდურესობისკენ. შენი მოსახლეობა იმ დონეზე არ უნდა გააღარიბო, იმ დონეზე არ უნდა გაამწარო, იმ დონეზე უსამართლობაში არ უნდა აცხოვრო, რომ უკიდურესობამდე მივიდეს. თორე რავია, ფიცალს მოკიდებს და თოხს ხელს საბოლოო ჯამში და რეპრესიული აპარატი დიდი არ არის რა ვერ იქნება მთელი ქვეყანა ვერ გახდება რეპრესიული აპარატი რა უბრალოდ შეუძლებელია ვერც დიქტატორულ რეჟიმს ეს ვერ გამოუვიდა რა ან თუ გამოუვიდათ მაშინ უკვე პირდაპირ დახვრეტებით როცა პირდაპირ ანადგურებდნენ ამ ხალხს რა და ვენესუელაც ვერ არიან ეგენი და რავი არც ვერც ბელარუსი ვერ არიან ეგეც უნდა ითქვას არა ხო არც მაგაში უქნია ეგენი ღმერთს მოდი ესე ვთქვა ძალიან დიდი მადლობა კარგი იყო შენთან საუბარი წარმატებები ჩვენ და წარმატებები შენც ასევე და მშვიდობები ყველას ერთად და მშვიდობები ჩვენს მაყურებელს შემდეგ კვირამდე დროებით მეგობრებო